გილოცავთ ყველას დიდი სიყვარულით შეგეწიოთ წმინდა იოანე ნათლისმცემელი. ეს არის დიდი მაგალითი ღვთისმსახურებისა და ჩვენს ვართ ერთგვარი დღეს ქადაგებაში აღნიშნეთ ჩვენ ჩვენი მისიაც არის ერთგვარი წინამორბედები ვიყოთ ადამიანებისთვის რომ იპოვონ ღმერთი და იპოვონ სულის გადარჩენის გზა და ღმერთმა მოგცეს ეს ძალა და მადლი რომ დღეიდან კიდევ უფრო მეტად შევძლებთ ეს დღეს აღნიშნეთ რა თქმა უნდა ჩვენი ქალაქის შესანიშნავი ტაძრის ახშენების ამბავი გავიხსენეთ ის ადამიანები ვინც იმ ურთულეს წლებში ააგეს ეს ტაძარი კერძოდ უდელმონაზონი ამბაკუმი გავიხსენეთ ის ფაქტიურად ის იყო სულის ჩამდგმელი ამ მშენებლობის და მოთავე და სასწაული მოხდა იმ წლებში და როგორ ამშვენებთ ჩვენს ქალაქს და რამდენი სიკეთე მოაქვს ღმერთბაინებაშო მრავალზამიერ კიდევ მრავალი ადამიანი გადარჩენილიყო სულიერად. მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა და მიულოცო, განსაკუთრებით მინდა მიულოცო ბრელს, რომელიც არის სენაკის ჭყოროწყუს ეპარქიაში. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, დევნილი საზოგადოების წევრების, იმიტომ რომ ზუსტად ამ ეპარქიაში არის და ცხოვრობს ძალიან ბევრი ჩვენი საზოგადოების წევრი და კიდევ ერთხელ მინდა გამოვიყენო შესაძლებლობა, მინდა მიულოცო სრულიად საქართველოს ეს დღესასწაული და განსაკუთრებით სენაკის მაცხოვრებელს და მინდა ასევე ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო მესახურეს რომ ჩაატარა სენაკში ამ ეკლესიაში ეს წერვალოცვა რაც არის ძალიან დიდი მადლი ჩვენთვის.